კაი, ვაგძელებ. მეორე ვიდეო მეგობრებო, მოგესალმებით. მადლობა ყველას, ვინც გამომიწერეთ და დამალაიქეთ და გამიკომენტარეთ და ჩემი მეორე ვიდეო ეხება პირდაპირ ჩემი გამომწერის თხოვნას. და ეს თემა არის მენიუ შედგენა. ეხლა რა უნდა გავითვალისწინოთ მენიუ შედგენის დროს და რაღაცა ორი ოდესეთქო თქვათ ამ მიმართულებით, ხო? როცა ადგენ მენიუს, პირველ რიგში ითვალისწინებ რას? ითვალისწინებ კონცეფციას, ხო? რა კონცეფციაა, კაფეა, ბარია, რესტორანია, ეთნიკურია, შერეულია შემდეგ. ეს ერთი. მეორე ითვალისწინებ შესაძლებლობებს, ვინ ამზადებს აპარატურას, თუ არის საშუალება, რომ დამატებით აპარატურა იყიდო, თუ არა და არსებული აპარატურით რისი მომზადება შეიძლება. ეს ძირითადი საკვანძო ტიპები, რაც უნდა გაითვალისწინოს. შემდეგ უკვე უშუალოდ რომ გადავიდეთ ტექნიკურ ნაწილზე. პირველი რასაც ითვალისწინებ, ეს არის პროდუქტების შეთავსება. ეს ერთი, რომ მაგალითად ერთი პროდუქტი არ მოიტანო მხოლოდ მენიუსთვის და სხვა რაღაცაში არ გამოიყენო, ერთ პროდუქტს რომ გამოიყენებ, აუცილებლად სხვა რაღაცაშიც უნდა გამოიყენო. კოსტის მინიმალიზაციაზე არის საუბარი. მაგალითად, აიღე რაღაცა ბადრიჯანი, ვთქვათ, და გაქვს ბადრიჯნის სალათი და მხოლოდ ბადრიჯნის სალათი რო არ ქონდეს, აკეთებ კიდე რაღაცა, მაგალითად, ბაბაგანურს, ვთქვათ, გამომცხვარ ბადრიჯანს. შემდეგ, ნახეთ ეს კერძი თუ გაინტერესებს. ან რაღაცა სხვა კერძს, ხო? იმ შემთხვევაში, თუ გაქვს მაგალითად შერეული სამზარეულო, არის ქართული, ევროპული, ვთქვათ. ამ შემთხვევაში ხშირად ქართულ რეალობაში არის ხოლმე, რომ გამარჯობა. არ ვიცი, ხმა შემოდის თუ არა, მაგრამ მე შემაწუხა უკვე ახლა. ქართულ ევროპულ შემთხვევაში, ქართული ევროპული მენიუს შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე, რომ გაერთიანებული არის ცომეული მაგალითად. აკეთებენ ხაჭაპურსაც, პიცასაც, ვთქვათ. ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინო, რომ სხვადასხვა ცომი მოამზადო ხაჭაპურისთვისაც და პიცისთვისაც. შესაბამისად, მენიუში უნდა ჩასვა მაგალითად პიცაც, ხაჭაპურიც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ერთი ბაზა გაუკეთო იმ პროდუქტს, რასაც არ შეესაბამება. ამას არ გულისხმობ რა. თუმცა საუბარია, რომ თუ მაგალითად პიცას ჩასვავ, ერთი პიცა არ ჩასვა, მაგალითად მარტო მარგარიტა ჩასვის 3-4 პიცა. ისედაც ერთი პიცა არავის არ აქვს, მაგრამ ვინახავს კაფეები, რომ აქვს 1-2 პიცა მაგალითად. არა, ჩასვის 3-4 პიცა, შეიძლება პატარა პიცეტებიც გააკეთო და ასე შემდეგ. ხაჭაპურსაც შეეხება. თუ მაგალითად აკეთებ აჭარულის ცომს და ხაჭაპურს აცხობ, მაგ ცომით შეიძლება პური გამოაცხო და პური ჩასვა მენიუში. ანუ თავარი თემა რა არის? რა შენ როცა შეფი ხარ და აკეთებ მენიუს, მარტო იმაზე არ უნდა გათვალო, რომ აი კარგი გამოვიდეს და გემრიელი. აუცილებელია კოსტის მინიმიზაცია. ეხლა ეს რა არის? ანუ დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა. ზუსტად ამას ვამბობ, ის პროდუქტები, რაც შეგიძლია რომ შეუსაბამო სხვადასხვა კერძს, უნდა შეუსაბამო რა. ეხლა ორიოდე სიტყვა ვთქვათ კიდე ფასებზე, როგორ უნდა დავადოთ ფასი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და სეზონური პროდუქცია, ხო? ფასის დადების შემთხვევაში გაჩნია კაფე ბარს და რესტორანს, რა სტილის კვების ობიექტზე არის საუბარი. თუ არის ნორმალური გამართული რესტორნის სტილის ობიექტზე საუბარი, დაახლოებით 300% ემატება ხოლმე 300. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად თუ ღირს თუ დამიჯდა თვითღირებულება პირობითად 7 ლარი, ამ 7-ს გავამრავლებ 3-ზე, ჯამში 300 გამოდის რა. გავამრავლებ 3-ზე და 21 ლარად გავყიდი პროდუქტს. და შეფი რატო არის ჩართული ფასების დაწერაში? იმიტომ რომ შეფმა უკეთესად იცის სად რა პროდუქტის ლავირება შეუძლია. ეს ერთი და აქვე მნიშვნელოვანია, რომ თუ ვთქვათ გამოვიდა 21 ლარი გასაყიდი ფასი,
არ დაადო 21 ვარი რა ყვირის კენტი ციფრი კაია მაგრამ თუ 21 არის დაადე 19 ვარი წინ ერთიანი რო წერია თვალში უფრო კარგად ჩანს მან 2 ლარი თითქოს ხო დაგიმინუსდა შენი მათემატიკით მაგრამ შემდეგი კერძი ვთქვათ რაღაცა რო დაგიждდება 5 ლარი შეგიძლია 3-დან 2-ზე გაამრავლო 3-დან 3-ზე გაამრავლო ეს არის ყველაზე მარტივი მათემატიკა და კოსტი გიждდება შესაბამისად ადეკვატური ესეთ შემთხვევაში თუ პროდუქცია გაქვს ისე რომ ჯვარედინად გაქვს დაკავშირებული და თუ ფასები გაქვს ადეკვატური ყველა ვარიანტში მოგებაში მიდიხარ ყველა ვარიანტში რაც შეეხება წეგანაც ვახსენე მას რა ქვია ფასების თემა გასაგებია სეზონურობის თემა ხო სეზონურობის თემა რატო არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ ვამბობ რომ შენ როცა შეფიხარ შენ პროდუქტი რა ფასად მოგაქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი მაგას უჭირავს ხო რა ფასადაც მოიტან პროდუქციას შემდეგ კერძის თვითღირებულება დაგიждდება ის ფასი შესაბამისად როცა სეზონურ პროდუქტზე აკეთებ აქცენტს ამიტომ არის რომ 3 თვეში ერთხელ დაახლოებით ანუ კვარტალურად უნდა განახლდეს მენიუ თუ გაქვს მაგალითად ну პირობითად აი 80% რო იყოს ძირითადი მენიუ და 20% ცვალებადი 20-30% ეს არის ხომ ძალიან კაი რა შემოვიდა რაღაც რა ვიცი საზამთრო ჩასვი საზამთროს რაღაცა სალათა მაგრამ ეს შენ უნდა კონდეს წინასწარ განსაზღვრული საზამთროს რო დაინახავ რომ უკვე შემოსული არის და მე გაგახსენდება მე უკვე გვიანი არის წინასწარ უნდა განსაზღვრო რა პროდუქცია შემოდის და მაგის მიხედვით უკვე დაიჭირო თადარიგი მიხდი ეს რაც შეეხება სეზონურობას ფასებზე ორი სიტყვა ვთქვით კიდე მენიუს შედგენასთან დაკავშირებით მინდა რომ ძალიან ასეთი მოკლე ვიდეო გამოვიდეს ამას რომ მიყვებ ხო იმიტომ რომ ეს არის ძალიან ინდივიდუალური გააჩნია რა კონცეფციაა და კონცეფციის მიხედვით კიდე შიგნით ბევრი ქსელები არის მაგრამ ძირითადი პრინციპები ეს არის რაც უნდა გაითვალისწინო რასაც გავსაუბრობ და შენ ეხლა ვინც მიყურებ აუცილებლად უნდა გამომიწერო ეს არ დამოუწყდეს უნდა დაალაიქო და კომენტარი დამიწერო შემდეგი ვიდეოც ესე იქნება რა კომენტარს წავიკითხავ და ერთ-ერთი კომენტარის ავტორს მიუძღვნი ამ ვიდეოს რა ეხლა ეს თემაც საერთოდ არ მქონდა იდეაში არ ვიცი რამდენად საუბარი ნომერი 2-ის თემაა თუმცა მოკლე მონახაზი ესეთი გავაკეთე რა საუბრობ მენიუს შედგენაზე და ძირითადად მნიშვნელოვანი ის არის ხოლმე რომ არ უნდა იყოს ძალიან გაბერილი მენიუ რა თუ არის რაღაცა მაგალითად ქართული რესტორანი მესმის რომ იქ დიდი ასორტიმენტი უნდა იყოს გასაგებია მაგრამ მაქსიმალურად აი ამ ბოლო ხანში უკვე შემცირდა ეს მენიუები რა აღარავის აღარ უნდა შენ გადასაფუძვლი მენიუ ამიტომ მაქსიმალურად შეამცირეთ აუცილებელი რაც არის ის ჩასვით და დამატებით თქვენი თუ გნებავთ საავტორო კერძები დაამატეთ. როგორ იქნება საავტორო კერძი და რა უნდა გაითვალისწინო, ეს შეგვიძლია ცალკე ვიდეოში ჩავსვათ, მაგრამ რაც თავარია უნდა ვთქვათ, რომ იყოს დაბალანსებული გემოები, სიცხარე, სიმჟავე, სითქმო, დაბალანსებული მარილიანობა და პროდუქტის სწორი მომზადების ტექნიკები. ტექნოლოგიაზეც ვისაუბრებ შემდეგ ვიდეოებში. და ამითი მე ვფიქრობ, რომ გავიდე ბოლოში, იმიტომ რომ მითხრეს, რომ ძალიან გრძელი ვიდეოებია და შეამცირეო. და შევამცირე. ასე რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მოგწონს ესეთი კონტენტი, გამოიწერე ჩემი არხი, დაამალაიქე და აუცილებლად კომენტარი დამიწერე, რომ აი რა სისურვებდი კიდე, ხო, თქვა სტუმარიც ხوار მოვიწვიო და ასე შემდეგ მოკლედ. აბა პაკა